გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. შეუჩერებელი PSG სეზონის საუკეთესო ჯილდო და ნაპოლის მადლობა ხვიჩას. მიქაუტაძის საპასუხისმგებლო სეზონი. რა ხდება გიორგის თავს? თქვენთან კი მაქვს თხოვნა რომ დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი თხოვნა დამით მორი წამი და გამოიწერო არხი. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. მამარდაშვილის ადაპტაცია ლივერპულში. რას ამბობენ გიორგის შესახებ? გიორგი მამარდაშვილის და ალისონ ბეკერის კონკურენციაზე არაერთი ადამიანი საუბრობს, ხოლო გამონაკლისი არც ლივერპულის ყოფილი კარის დარაჯი იერჯი დუდეკი გახლავთ, რომელიც მერსესაიდულ კლუბთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს. დღეისათვის ლივერპულს ორი მაღალი კლასის მეკარე ჰყავს. ამ მხრივ გუნდს პრობლემა არც გასულ სეზონში ჰქონია, რადგან როდესაც შანსი ეძლეოდა კელეჰერი ბრწყინვალედ თამაშობდა. რთული სეზონი იქნება. წინ ბევრი თამაშია, არავინ იცის რა მოხდება და ამიტომ ორი კარგი მეკარე გუნდში აუცილებელია. ჩემი აზრით ალისონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის ლივერპულის პირველი ნომერია. მამარდაშვილს კი შეუძლია რომ ნამდვილად კარგი შემცვლელი გახდეს. მას ყველა თვისება აქვს რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს. კონკურენცია ყველა პოზიციაზე საჭიროა, განსაკუთრებით კი კარში. რა თქმა უნდა მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო ესაჭიროება, რადგან პრემიერ ლიგა განსხვავებული ტურნირია, სადაც თამაში უფრო სწრაფი გახდა. ამას კი გიორგი ძალიან მალე მიხვდება. მეკარეებზე გაცილებით მეტი წნეხია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფეხით უფრო აქტიურად უწევთ თამაში. იდეალური სიტუაციაა, როდესაც გუნდში ორივე მეკარე მაღალი კლასისაა, ასე რომ თუ ალისონი უმაღლეს დონეზეა, მამარდაშვილიც უნდა ეცადოს რომ ის დონემდე მივიდეს. მან იცის რომ ამ ეტაპზე ის მეორე ნომერია, მაგრამ თუ შანსი მიეცემა, ის აუცილებლად უნდა გამოიყენოს. მისი და ალისონის ურთიერთობა ასევე დამოკიდებულია მეკარეების მწვრთნელზე, თუ როგორ მოამზადებს ის მთავარ მეკარეს და გააუმჯობესებს მეორე ნომერს. ჯერჯერობით რაც ნახე მეკარეებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა და იმედი მაქვს რომ ასეც გაგრძელდება, რადგან ლივერპული ბევრ ტურნირზე თამაშობს და ადრინდელი დრო არაა, როდესაც ერთ მეკარე შეეძლო ზედიზედ ბევრი თამაში ჩაეტარებინა. ახლა შანსი ყველას ექნება. განაცხადა იერჯი დუდეკმა. ფრანგული გამოცემა Foot01 გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს, რომელიც ახალ სეზონში ლიონის ახალი ლიდერი იქნება. ეს გამოცემა კი გიორგის შესახებ შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ლიონის ახალი შემტევი ახლა უკვე ლიდერი გახდა, თუმცა ამტკიცებს რომ ზეწოლას არ გრძნობს. გუნდში მიქაუტაძის მიმართ მოლოდინი უკვე მაქსიმუმამდეა ასული. ალექსანდრ ლაკაზეტის საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ მიქაუტაძე მისი ადგილი შეტევის წინახაში პირდაპირ შეავსო. ის კი ამ განახლებული ლიონის მთავარი ბომბარდირი გახდა. წერს Foot01. აღსანიშნავია რომ კიდევ ერთ ფრანგულ გამოცემა Le Progress-თან საუბარში მიქაუტაძე სრულიად ეთანხმება იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლა უკვე მას ეკისრება. ზედმეტი ზეწოლა? არა, ყველაფერი დაახლოებით იგივეა. ახლა მე ვარ ლიონის მთავარი ცხრიანი, მაგრამ დაძაბულობას არ გრძნობ. შარშან ლაკაზეტი იყო აქ, მე კი მხოლოდ შანსებს ვეძებდი რომ ჩემი შესაძლებლობები მეჩვენებინა. ფონსეკას ახალ სისტემაში თავს კომფორტულად გრძნობ. ბევრი რამ დასახვეწი გვაქვს, მაგრამ ეს ტაქტიკა ძალიან მომწონს. ფორვარდი გუნდს დაცვაშიც უნდა დაიხმაროს. მით უმეტეს რომ ვიცით რომ მატჩში აუცილებლად გვექნება შანსები და გავიტანთ. ჩვენ ვსაუბრობთ ყველანაირ ენაზე, ინგლისურად, პორტუგალიურად, ესპანურად, ქართულად, ჩეხურად და წინა სასეზონო სამზადისით ძალიან კმაყოფილები ვართ. მწვრთნელთან ერთად ბევრი რამ დავხვეწეთ და ახალი სისტემებიც მოვსინჯეთ. განაცხადა მიქაუტაძე. მე კი აქვე გეტყვით რომ ლიონი ახალ სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებს. ლიგა 1-ის პირველ ტურში კი მიქაუტაძის გუნდი სტუმრად ლანს დაუპირისპირდება. UEFA სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში PSG ტოტენჰემს დაუპირისპირდა და ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი პარიზელებმა 4-3 იმარჯვეს. აღსანიშნავია რომ ლუის ენრიკეს ტაქტიკურ სქემაში ცვლილებები შეინიშნებოდა. კვარაცხელიას კი ახალ ტაქტიკურ სქემაში მარჯვენა ფლანგზე უწევდა თამაში, სადაც ქართველი ფეხბურთელი თავს დიდად კომფორტულად ვერ გრძნობდა და იდეალური თამაში ვერ გამოუვიდა. მაგრამ თავარი ისაა რომ PSG-მ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო და მათ ისტორიაში პირველად UEFA სუპერთასის გამარჯვებული გახდა. მედიაში არსებული ინფორმაციით კი კლუბმა ამოგებით 5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. კვარაცხელიას კი საბოლოო ჯამში ფენომენალური სეზონი გამოუვიდა. ახლა კი დაჯილდოების დრო ახლოვდება. კერძოდ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონის დაწყებამდე 90 მინმა სტატია გამოაქვეყნა და საკუთარი პროგნოზები გაგვიზიარა. ცნობილი გამოცემის მიხედვით კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პარი სენ-ჟერმენის ქართველი გარემარბი კვარაცხელია დაისაკუთრებს. ეს გამოცემა კი დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. 2025-26 წლების სეზონი კვარაცხელიასთვის პარი სენ-ჟერმენის რიგებში ჩატარებული პირველი სრული სეზონი იქნება. გასულ იანვარში შეძენილმა ფეხბურთელმა საკუთარი ტალანტის წყალობით საფრანგეთის ჩემპიონატზე კვალი სწრაფად დატოვა. ისეთი შთაბეჭდილება გვაქვს რომ მარცხენა გარემარბმა პარიში დიდ წარმატებას უნდა მიაღწიოს და შესაძლოა რომ ეს მოახლოებით
დაახლოებულ სეზონში გააკეთოს. თუ კვარაცხელიამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო უსმან დემბელეს შაანაცვლებს, რომელიც გამარჯვებული გასულ სეზონში გახდა. წერია გამოცემაში. ცნობილი გამოცემის მიხედვით კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გარდა კვარაცხელია საუკეთესო მეპასეც გახდება. დემბელე კი საუკეთესო ბომბარდირი. ეს კი ამ სეზონში კვარაცხელიას მეოთხე ტიტული გახლავთ. აშკარაა, რომ ხუჩას მისვლა PSG-ისთვის ფეხბედნიერი გამოდგა. კვარამ 1 აპრილის გუნდთან ერთად პირველი ტიტული გაინაღდა. კერძოდ ის ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა. 24 მაისს კი ხუჩა მეორე ტიტულის მოიგო, საფრანგეთის თასი. ამას კი მოჰყვა 31 მაისს უდიდესი გამარჯვება ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მეოთხე ტიტული კი 13 აგვისტოს უდინეში გაფორმდა. აქვე კვარაცხელიას ერთი გუნდური ტიტულით მეტი აქვს, სერია-ას ჩემპიონობა. იმის მიუხედავად, რომ ნაპოლი მისთვის იტალიის ჩემპიონის მედალი ვერ გაიმეტა, ის გუნდს დიდად დაეხმარა ჩემპიონობაში. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ნაპოლიმ კვარაცხელიას მადლობა გადაუხადა. კერძოდ სერია-ას მოქმედი ჩემპიონი ნაპოლი ახალი სეზონისთვის ემზადება. გუნდის თავკაცმა ანტონიო კონტემ კი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხუჩას მადლობა გადაუხადა. სატრანსფერო ბაზრის შეფასება ძალიან მარტივია. მიმდინარე ფანჯარას თუ არ ჩავთვლით, ჩემ გუნდში მოსვლის შემდეგ 13 ფეხბურთელი გავიფორმეთ. ნაპოლიმ 7 მოთამაშე გაყიდა, რომელთა შორის ოსიმენის, კვარას, ასპადორისა და სიმეონეს დონის ტოპ ფეხბურთელები იყვნენ. ნაპოლი არის კლუბი, რომელიც ხელახლა შენების პროცესითაა სახელგანთქმული. ვიყიდეთ მოთამაშეები, რომლებიც სასტარტო შემადგენლობას რადიკალურად ვერ შეცვლიან და მათ დრო უნდა მივცეთ. ნუალანგი იტალიაში ნიდერლანდებიდან გადმოვიდა და ადაპტაცია ესაჭიროება. მას ხარისხი აქვს, მაგრამ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. მაგრამ თუ ეს არ გინდა, მეორე ვარიანტია, რომ უკვე ჩამოყალიბებული და გამზადებული ფეხბურთელი იყიდო. როგორც ეს პარი სენ-ჟერმენმა გააკეთა კვარაცხელიას ტრანსფერით. მინდა მოთამაშეებს, რომლებმაც გუნდი დატოვეს, მაგრამ სკუდეტოს დასაკუთრებაში წვლილი შეიტანეს, მადლობა გადაუხადო. მათ შორისაა კვარაცხელიაც, რომელიც ჩვენთან იანვრამდე იყო და დიდი გავლენა ჰქონდა, განაცხადა კონტემ. იმედგაცრუებული დონარუმა და ხუჩას გამომსამშვიდობებელი სიტყვა. ერთი ნაბიჯი ტრანსფერამდე, რა ხდება როდრიგოს თავს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ბრიტანული Daily Mail უწყება, რომ City სავინიოს გაშვებასთანაც ძალიან ახლოს არის. გრილიშის შემდეგ გვარდიოლამ სავინიოს წასვლასაც უნდა უთოს მწვანე შუქი. მისი წასვლა კი თავის მხრივ როდრიგოს ტრანსფერს მოასწავებს. კერძოდ გავრცელებული ინფორმაციით, Manchester City სავინიოს გაშვებისთანავე კიდევ უფრო გააქტიურდება როდრიგოს ტრანსფერთან მიმართებით. მანჩესტერელები მომდევნო კვირაში მადრიდში ვიზის გეგმავენ, ხოლო ისინი მზად არიან, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. ეს კი სწორედ ის თანხა, რაც ფლორენტინო პერეს სურს. ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა ინცო რაიოლამ პარი სენ-ჟერმენის მეკარის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა. ჯიჯი ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რაც მოხდა. ბოლო ათითხია პარი სენ-ჟერმენი ცდილობს გააქროს ის 4 წელიწადი, რომლების დონარუმამ გუნდში გაატარა. ასეთი უპატივცემულობით შოკირებულები ვართ. კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ჯიჯი თანახმა იყო, რომ ამჟამინდელზე ნაკლები ანაზღაურება მიეღო, რადგან მისი დიდი სურვილი იყო, რომ პარი სენ-ჟერმენში დარჩენილიყო. თუმცა PSG-მ პოზიცია შეიცვალა, რის შედეგადაც დიალოგი შეჩერდა. ყველანაირად მოულოდნელი იყო ის, რაც ბოლო ათითხის განმავლობაში მოხდა. მესმის PSG-მ ახალი მეკარე რატომ იყიდა, თუმცა დონარუმას მოშორება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გუნდისთვის გააკეთა, უდიდესი უპატივცემულობა. სიტუაცია შემს ადვოკატებთან ერთად შევისწავლი და შესაძლოა სასამართლოს მივმართოთ. რაც შეეხება მომავალს, პარი სენ-ჟერმენს გადაჭარბებული ფინანსური მოთხოვნები აქვს და მათი დაკმაყოფილება მხოლოდ პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს შეუძლიათ, განაცხადა დონარუმას აგენტმა. აღსანიშნავია, რომ დონარუმმა PSG-ს ინსტაგრამის პოსტით დაიმშვიდობა, რომელსაც არაერთი PSG-ს ფეხბურთელი გამოეხმაურა. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც კვარაცხელია გახლდათ. მან კი დონარუმა შემდეგი სიტყვებით მიმართა: ყველაფრისთვის მადლობა ძმაო, დაუწერა კვარაცხელიამ დონარუმას იტალიურად. მის კომენტარს კი 10,000-ზე მეტი მოწონება აქვს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2,000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.